ირაკლი კობახიძე მრავალწლიან ციხით ემუქრება საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ პრეზიდენტს. ოლიგარქის რეჟიმს ანერვიულებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები და განსაკუთრებულად ღელავენ რასიზმს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი 29 დეკემბერს დარჩება თუ არა ათონელის სასახლეში. ამიტომ ირაკლი კობახიძემ დღეს უკვე მეორედ დაანონსა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ათონელის საპრეზიდენტო სასახლეს არ დატოვებს, სპეცრაზმი შეიჭრება ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში. ზურაბიშვილს ზალით გამოიყვანენ და პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლებენ და ციხის კარს დაუკეტავენ. დაანონსა, რომ დაიჭარენ ასევე ოპოზიციურ ლიდერებს და იმ ხალხს, ვინც სალომე ზურაბიშვილთან ერთად იქნება. ფაქტი არის ის, რომ ოლიგარქის რეჟიმს ძალიან ეშინია სალომე ზურაბიშვილის, ამიტომ ახლა იერიში სწორედ მასზე აქვთ მიტანილი და ცდილობენ, რომ წინასწარ შეაშინონ პრეზიდენტი, რომ მან არ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დარჩეს ათონელის სასახლეში. ძალიან ცუდი სურათი იქნება, ხო, დამეთანხმებით, ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა საშილახსოვრების დაწესებულებაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი, შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამასი, ასე ვიტყოდი, ესეც ქვეყანას რა თქმა უნდა არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არ არის პარტიული ოფისი. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. შესაბამისად, იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას. არა მარტო უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, მე არ გონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ რიგში საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 150 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. ირაკლი კობახიძის მუქარას უკვე მოყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შეფასებები. ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, რომ შეშინებული არის კობახიძე და საქართველოს მოქალაქეები არ არიან შეშინებული, არც სალომე ზურაბიშვილი არის შეშინებული, რადგან ის არის ლიდერი, რომელსაც ხალხი უმაგრებს ზურგს. ამასთან ერთად ჩვენი რესპონდენტების მხრიდან კეთდება შეფასებები, რომ შესაძლოა კობახიძეს სურდეს, რომ თითქოს ინფორმაციულ ომში იყოს ის გამარჯვებული, ანონსებდეს, რომ სალომე ზურაბიშვილს დაიჭერენ, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი არ დარჩება სასახლეში და მონათლავენ ამას თითქოს ქართული ოცნების გამარჯვებად, რომ აი შეეშინდა დაჭერის, თუმცა საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სადაც არ უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მას აქვს ლეგიტიმაცია და ის იქნება ხალხთან ერთად, რადგან არის ხალხის მიერ არჩეული და ხალხმა მანდატი სწორედ მას ანდოს. შესაბამისად, კობახიძის განცხადებები დღეს ყოველთვის სასაცილოა, რადგან მიიჩნევენ, რომ ოლიგარქის რეჟიმს ახლა ყველაზე მეტად ეტყობა შიში. ირაკლი კობახიძე ვის ემუქრება, ნაკლებად აინტერესებს, მე მგონი ყველას ამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის დაწყებული და სხვები დამთავრებული, ხომ? ის არის უბრალოდ შემსრულებელი ივანიშვილის ბრძანებების, ესეთი ფრაზები და განცხადებები ბევრი თვის განმავლობაში ვსმენია და არავის არ შეშინებია და მა ვიცი, შეიძლება გააგრძელოს ამ ადამიანმა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მთავარი არის ვინმეს ამის ეშინია თუ არა. კობახიძის განცხადებების არავის არ ეშინია. ვისაც ეშინია, ის ინაუგურაციას ჩაკეტილში ატარებს პარლამენტში თავის ვიწრო წრესთან ერთად და შიშივის მხარესაც დგას, ჩვენ ამას ვხედავთ. არ ეშინია პოლიტიკურ ლიდერს, რომელმაც იცის, რომ მას ზურგს უმაგრებს თავისი ხალხი, თავისი თანამოქალაქეები და ეს ძალიან დიდი რამეა და ძალიან საშიში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ შეშინებულ პანიკაში მყოფ ხელისუფლებას, მეორე მხრივ ხედავთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აი ასე გაბედულად პირდაპირ კომუნიკაციაში შედის ხალხთან და მათგან იღებს პატივისცემას, თანადგომას და სიყვარულს და ეს რა თქმა უნდა საშიშია ხელისუფლებისთვის. ამიტომ რამდენიც არ უნდა იმუქრონ და რაც არ უნდა განცხადებები აკეთონ, ამას სერიოზულად არავინ არ უყურებს, მათ ჩვენი შეშინება ვერ შეძლეს, მე მგონი ჩვენ შევძელით მათი შეშინება და შედეგებით სახეზე. იმიტომ ეშინიათ, რომ სალომეს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. ყველა დანარჩენი ლეგიტიმაცია არის მეორე, მესამე და მეათე ხარისხოვანი, როცა სახალხო ლეგიტიმაციასთან შედარებით და ის მუქარა, რომ
თუ არ გამოვა დავიჭერთ, მე მგონი ეს არის ალბათ რაღაცა ერთგვარი წინასწარ დაგეგმილი ვითომ გამარჯვება ინფორმაციულ ომში, იმიტომ რომ მე რატომღაც მგონია რომ სალომე არის ფიგურა და ინსტიტუტი, რომლის გარშემო შეგვიძლია შევიყარო და სად იქნება ამას დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და სახალხო ლეგიტიმაცია სადაც არ უნდა იყოს, იქ ექნება ჩვენი სახით, იმიტომ რომ იქ ვიქნებით და მე ალბათ იმას იტყვიან რომ აი შეშინდა, გამოვიდა, დათმო, იმიტომ რომ ციხის შეეშინდა, რაც იქნება სასაცილო და არ გაუვათ. ეს რაღაცა კარიკატურად იქცა უკვე ეს მათი მუქარები და კარიკატურად იქცა ეს მათი ვითომ რიტუალები და მართლა ვინ არის ლეგიტიმური უკვე ეთყობა რა, ვინ არის მზის ქვეშეთში ვინ ატარებს იმას რა ქვია ღონისძიებებს თუ შეხვედრებს და ვინ იმალება სადღაც იატაკ ქვეშეთში. შიშის მიზეზი ოლიგარქის გუნდს ნამდვილად აქვს. არავინ იცის რა სიზამ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 2 დღე დარჩა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ყველა ერთად მოისმენს. ხალხისთვის კი ძალიან ნათელი არის, რომ ქართული ოცნება არის ძალიან შეშინებული. ისინი ვერ გადაადგილდებიან ტიტუშკების, გედედეს თანამშრომლების, პოლიციის გარეშე ქუჩაში ვერ ხვდებიან საქართველოს მოქალაქეებს, მხოლოდ აქტივთან ახერხებენ შეხვედრას და ისიც მხოლოდ პოლიციის თანხლებით. ამიტომ ახლა ყველა ელოდება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას. განსაკუთრებულად საინტერესო იმ ფონზე არის მისი გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღის წინ ყველა მოისმინა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა შესთავაზეს სალომე ზურაბიშვილს თუ ათონელი სასახლეში დარჩება. მზად არიან პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები მასთან ერთად გამაგრდნენ ათონელის სასახლეში და პრინციპში ევროპული მომავლის მცველებიც მუდმივად ამბობენ, რომ დაიცავენ საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.